კვარაცხელიას პირველი დაკარგული ტიტული, მამარდაშვილის გამარჯვება და ვიდისანიოლის საინტერესო და ემოციური ინტერვიუ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი წლის პირველი ტიტულის, ანუ საფრანგეთის სუპერთასის მოგების შემდეგ ყოველთვის მოულოდნელად საფრანგეთის თასს გამოეთიშა. პარკ დე პრენსზე, პარიზის და პარი სენ-ჟერმენის დერბში ქართულის გუნდი მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პარი სენ-ჟერმენი 10 წელზე მეტია ამ ეტაპიდან არ გავარდნილა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთის თასის 16 გზის მფლობელმა ამ სეზონში 1 ტიტული უკვე დაკარგა. რაც შეეხება თამაშს, კვარაცხელია ძირითადში იყო და თან ერთ-ერთი საუკეთესოც. 64 წუთში მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა. ჰქონდა 3 წარმატებული დრიბლინგი და მოიგო 5 ორთაბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მას ლაივ რეჟიმში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, ის 64 წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიში 0-0 იყო, დემბელემ შეცვალა. ბოლო წუთებზე პარი სენ-ჟერმენმა მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყო, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ მედიასთან პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. შედეგი უსამართლოა ჩემთვის, მაგრამ მისი მიღება აუცილებელია. ეს იყო ძალიან სრულყოფილი თამაში. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. შევქმნით ბევრი საგოლე მომენტი. სრულად ვაკონტროლებდით შეხვედრას, მაგრამ ეს ისეთი სპორტია, სადაც გოლები უნდა გაიტანო. მათ 1 გოლი გაიტანეს, ჩვენ კი არც ერთი. ასეთია ფეხბურთი. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე გუნდის თამაშით, როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად. თუ ოდესმე უნდა წავაგო შეხვედრა ან ტურნირი, მირჩევნია წავაგო ასე. დღევანდელზე უკეთესი თამაში რთულია. პირველ და მეორე ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, დომინირებდით. დღევანდელზე უკეთ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ როგორც თქვი, გოლები უნდა გაიტანო. ეს არის ფეხბურთი. როცა მხოლოდ შედეგს უყურებ, თავარი სწორედ ესაა. ეს არის ის მიმართულება, სადაც უნდა გაუმჯობესდეთ. თუმცა ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. პარიზ კი ამ ტურნირზე საუკეთესოს უსურვა. თქვენ რას ფიქრობთ, რა იყო ამ სენსაციური მარცხის მიზეზი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში 17 იანვარს ლილის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა კი ინგლისის ასოციაციის თასზე რანგით მესამე დივიზიონის გუნდს ბარნსლის უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 26 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილისთვის ეს პირველი თამაში იყო ინგლისის ასოციაციის თასზე და თან რაც მთავარია წარმატებულიც. ქართველს ამ შეხვედრაში 2 სეივი ჰქონდა. გაშვებული ერთადერთი გოლი კი მისი თანაგუნდელის შეცდომას მოჰყვა. ლივერპულის შემდეგ შეხვედრას 17 იანვარს პრემიერ ლიგაში ბარნლის წინააღმდეგ გამართავს, სადაც დიდი ალბათობით ლივერპულის კარს ალისონ ბეკერი დაუბრუნდება. თუმცა იმედია, რომ მამარდაშვილი თავის შანსს მალე ისევ მიიღებს. ახლა კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელმაც ერთ-ერთ ფრანგულ პოდკასტში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოზე, ევროპის ჩემპიონატზე და საფრანგეთის ნაკრებში გატარებულ პერიოდზე. ჩემს ყველა ტიტულს გავცვლიდი იმ 4 თვიან პერიოდზე, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოვახერხეთ და შემდეგ პორტუგალიას მოუგეთ. ყველაფერს გავცვლიდი, რადგან ასეთი რამ იმ პერიოდამდე არასდროს გამომიცდია. საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა იყო. პორტუგალიასთან მოგების შემდეგ საოცარი ატმოსფერო იყო, მაგრამ ამ დროს არავინ იცოდა, ჩემმა სამწვრთნელო გუნდმაც არ იცოდა, რომ მამაჩემი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ხშირად ხსნიდი ტელეფონს და ვამოწმებდი, რადგანაც დედაჩემის ან ჩემი დის ზარს ველოდი. ის ელოდებოდა ევროპის ჩემპიონატის დამთავრებას, რომ დამშვიდობებოდა. სწორედ ამიტომ თავშეკავებულად ვიქცეოდი. რაც შეეხება გამარჯვებას, ეს გრძნობა საოცარი იყო. ეს ნარკოტიკი ვითაა. როდესაც ერთხელ გამოცდი, გინდა რომ ისევ იქ დაბრუნდე. ყველაფერს აკეთებ, რომ ისევ იმ ადგილზე დაბრუნდე. რაც შეეხება ხვიჩას, კვარაცხელიას არაფრის ეშინოდა. ის რიბერის გავდა, ის რის გავდა. მის თვალებში ნაპერწკალი დავინახე. მას განვითარება უნდოდა. თამაშობდა შიშის გარეშე, თავისუფლად. სხვაებიც თამაშობენ შიშის გარეშე, მაგრამ ასეთი კარგები არ არიან. ის ამბიციური იყო. მიყვარს ამბიციური ხალხი. ამბიცია გაძლევს მოტივაციას და ძალას შენი საქმისთვის. ხვიჩა ჯერ კიდევ სწავლობს, ის მხოლოდ 24 წლისაა. მე კი როცა საქართველოში ვარ, 7-5 მეტრის გავლას კი მიჭერს. ხალხი მაჩერებს და ამ წარმატებაზე მესაუბრება. ისინი ხიმილიანი სახეებით მელაპარაკებიან. ამ დროს ფიქრობ, რომ ეს ხალხი ბედნიერია და ამაყი. ეს თავმდაბლობას გასწავლის, რადგანაც გინდა რომ მათი სიხარული გაიზიარო. ხედავ რომ საკუთარ საქმეს აკეთებ, ხარ ბედნიერი და ის ხალხიც ბედნიერია. ბორდოსა და ბაიერნის შემდეგ მინდოდა რომ ჩემს შვილთან დრო გამეტარებინა. ის გარკვეული პრობლემებით დაიბადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა. შემდეგ გარკვეული დრო ვიმუშავე ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში. ბოლოს საკუთარ თავს ვკითხე, თუ რა მინდოდა. მე მინდოდა შენება რაღაც ახლის. ფედერაციაში 4 წელი ვიმუშავე და მინდოდა რომ რაღაც ახალი შემექმნა. ამ დროს კი საქართველო გამოჩნდა.
ვესაუბრებ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. ჩვენ ერთ დროს ვთამაშობდით გერმანიაში. მათ მომწეს თავისუფლება, ნდობა, რომ რაღაც ახალი ამეშენებინა. კოვიდის პერიოდში ჩავედი საქართველოში. პირველი დღეები ძალიან მძიმე იყო. წარმოიდგინეთ, 300 ნომრიან სასტუმროში მხოლოდ 5 ნომერი იყო დაკავებული. მე და ადელ შედლი გარეთ ვერ გავდიოდით. ვიჯექით სასტუმროს ნომერში, უყურებდით შეხვედრებს და ვაკვირდებოდით მოთამაშეებს. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, მათზე გაბრაზებული ვარ, რადგან ჩემს გარეშე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მე ყველაფრის მიუხედავად მოვხვდი ნაკრებში და როცა შედიხარ გასახდელში, სადაც ზიდანი, ჯორგაევი, დესაი, ტურამი და სხვებია, არაფერს ამბობ. უყურებ, სწავლობ, მუშაობ, იღიმი, როცა გეუბნებიან რომ უნდა გაიღიმო. გარბი ხარ, როცა გაქცევას გთხოვენ. რაც მთავარია ჩემთვის ადაპტაცია გამარტივდა, რადგან მონაკოდან ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი იყო. ანრი, ტრეზეგე, ბარტეზი, რამაც ჩემი ინტეგრაცია გაადვილა. როდესაც ზიდანთან ერთად თამაშობ, ხვდები რომ ერთ სპორტს არ თამაშობთ. შეუძლებელია. ერთი და იგივე ბურთი გაქვთ, მაგრამ ერთ სპორტს არ თამაშობთ. სულ ესაა, სხვა არაფერია სათქმელი. როდესაც ერთმანეთში ვსაუბრობთ, მისი საუკეთესო თამაში ესპანეთთან იყო, თუმცა მესმის რომ ბრაზილიის წინააღმდეგ იყო გარკვეული ტექნიკური ილეთები, რომლებიც დაუვიწყარია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ერთნაირ საქმეს არ ვაკეთებდით. არსებობს ორი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ მოედანზე მისი ქმედებების დროს. პირველი ის არის, რომ ტექნიკური ილეთის შესრულების უნარი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაც თითქმის არავისთვისაა ხელმისაწვდომი, თუ საერთოდ ვინმესთვისაა ხელმისაწვდომი, არის მისი ზუსტ მომენტში გაკეთების უნარი. ყველა პროფესიონალ მოთამაშეს შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც ზიდანი აკეთებს, მაგრამ იმ მომენტში იმის ცოდნა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მხოლოდ მას ან ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია. მესი, მარადონა, კრუიფი. იცოდი რომ ყოველთვის ზუსტ ბას გაგიკეთებდა, სადაც საჭირო იყო. ბურთი მიწას 4-ჯერ არ შეეხებოდა. ეს იყო მისი დიდი ძალა, რომ მის მიერ გაკეთებული ყოველი პასი თანაგუნდელებს საუკეთესო შესაძლო პოზიციაში აყენებდა. ბაიერნში კი ვინც მედის, ყველას, ვისაც იქ მუშაობის შანსი ეძლევათ, მათი პირველი მისია კლუბის იდენტობის, კლუბის კულტურის, კლუბის დნმ-ის შენარჩუნება. საფრანგეთში ეს არ გვაქვს, რადგან ბევრი კლუბი არ გვყავს რეალური იდენტობით. სენტ-ეტიენი ერთ-ერთი კარგი მაგალითია. მარსელსაც ძალიან ძლიერი იდენტობა აქვს, თუმცა საფრანგეთში ასეთი ბევრი სხვა კლუბი არ არსებობს. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ერთგვარი ცრურწმენა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაში შეეძლო, მაგრამ მენეჯერობა მისი საქმე არ იყო. გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში ასე არ არის. დიდ კლუბებს მათი ვეტერანები მართავენ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული მუშაობს. საფრანგეთში ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს. მაგალითად, ავიღოთ პარის სენ-ჟერმენის მაისური. დაწერია ნომრის ზემოთ, მოთამაშის გვარი. ბაიერნში ფეხბურთელის გვარი ნომრის ქვემოთ წერია, ხოლო ნომრის ზემოთ ბაიერნი აწერია. მათთვის ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები. კლუბი ყოველთვის ზევითაა, ხოლო ფეხბურთი ქვემოთ. აქვე ვიტყვი, რომ ბეკენბაუერი იყო პრეზიდენტი, რომელიც ყველა თანამშრომელს სახელით მიმართავდა. ყველას ესალმებოდა. ეს აღარ არსებობს. ყავთ კლუბის პრეზიდენტები, რომლებიც ყოველ დილით ყველა თანამშრომელს ნახულობენ, ხელს ართმევენ, სახელით მიმართავენ. ეს აღარ არსებობს. ყველაფერი დამთავრდა. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.